გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და ვაგრძელებ სამი ყაზახი ნავში ჯერომ კითხვას. ანუ პირველი ასე ვთქვათ წინა ვიდეო ვიხილეთ რომ მივხვდეთ რა ხდება. მე ჯორჯს დავეთანხმე და წინადადება წამოვაყენე რომ რამე ქვეყნის ყაყას გარიდებული დროში ჩარჩენილი ადგილი მოგვენახა და სიზმარებით გაგველი რომ ზით გამთბარი კვირამის თვლემარე ხეივნებში. აი ეს გადახვევები, სენტიმენტალური გადახვევები განსაკუთრებით სასცილო. ხალხისგან მივიწყებულ კუნჭულში ფერიებმა რო გადამალეს. საუკუნის ხმაური ოდნავადაც ვერ აღწევს. დროის კლდეებზე შემორჩენილი უბრალო ქანდარა ხანდახან მის არსებობაში თავის მაცხოვრებლებსაც რომ ეპარებათ ეჭვი. ამ კლდეზე მერცხლის ბუდესავით მიკრული ადგილიდან მე-19 საუკუნის აზვირთებულ აკაფებულ ყალყზე შემდგარი ტალღების ხმა შორეულ ეკოდ ძლივს გასაგონ გამოძახილად თუ მისწვდება კაცის ყურს. მაგრამ ჰარისმა თქვა, ეგ ამბავი ეგრე ადვილად არ გამოვაო. კარგად ვიცნობ მას ადგილებს 8 საათზე ქათმებით ყველა დასაძვინებლად წვება და ჯოჯოხეთისგან განსხვავებით არც ქრთამიანათებს იქაურობასო. თუთუნის საშონლად 10 მილის გავლა ფეხით მოგვიწევსო. აი რა თქვა ჰარისმა, დასვენება და გარემოს გამოცვლა თუ გინდა ზღვაზე გასეირნებას არაფერი სჯობს. ახლა უკვე მე გამოუცხადე გადაჭრი თუ არის. ზღვაზე გემით გასეირნება კარგია თუ ერთ თვიან კრუიზში მიდიხარ, მაგრამ ერთი კვირა ძალიან საჭირო რტო ამბავია. მაშასე, მოგზაურობა ორშაბათობით იწყება ხოლმე. გზავრს მთელი სულით და გულით ჯერა, რომ დიდებულ დროს გაატარებს. გასაცილებლად მოსული ბიჭები ნაპირზე ჩამწკრივებულან და მგზავრი დამშვიდობების ნიშნად ჰაერში იქნევს ხელს. მერე ყველაზე დიდ ყალიონს აჩაღებს და გაჯგიმული დაალაჯებს გემბაზე. თავი კაპიტანი კუკი, სერ ფრენსის დრეიკი და ქრისტოფერ კოლუმბი ერთად ჰგონია. მაგრამ ძალიან მალე განწყობა ერთი ხელის დაკვირით იცვლება. მეორე დღეს სამშაბათს მხოლოდ იმას ნატრობს ნეტა ფეხი მოსტეხოდა და არ წამოსულიყო. ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სიკვდილს ევედრება ღმერთს. შაბათს კრიზისი თითქოს უკან იხევს. ცოტა ოდენძროხის ხორცის ნახარს გაუსინჯავს გემოს და ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობს, რომ გემბანზეც გაბედავს დაჯდომას და როცა გულკეთილი ხალხი მის ამბავს კითხულობს, ტკბილი უღონო ღიმილით ეპასუხება. კვირას ფეხზე დგება და ჩიჩიასაც გაჰკრავს კბილს. ხოლო 4 შაბათს დილით, როცა ჩანთით და ქოლგით ხელში ტრაპთან დგას და ნაპირზე გადასვლას ელოდება, ნელ-ნელა ხვდება, რომ რატომაც არ ამოსწონს გემზე ყოფნა. ეს ადამიანური ბუნება. კარგად რო ხვდები, რა სწრაფად გავწყდება ყველაფერი. ნამზად ახარ ისევ იგივე სისულელე გააკეთო. მახსოვს ჩემი სიძე რომ წავიდა. ერთხელ ასე ერთი კვირით ზღვაზე გაკარჟება მომუნდა. ლონდონიდან ლივერპულში და უკანა გზის ბილეთიც აიღო, მაგრამ როცა ლივერპულში ჩავიდა, ერთადერთი რაც მართლა გულით ეწადა და მთელი ზალღონით ცდილობდა უკან დასაბრუნებელი ბილეთის გაყიდვა იყო. ბილეთს მთელ ქალაქში დაატარებდნენ გასაოცარი ფასდაკლებით. როგორც მაშინ მითხრეს და ბოლოს 18 პენსად ვიღაც ნახველა ჩაქცეულმა ახალგაზრდა მიყიდა, მაგას კიდე ეგუნოდა, რომელსაც ექიმო ზღვაზე დასვენება და ვარჯიში ურჩია. ზღვაზე დასვენება, თქვა ჩემმა სიძემ და ლამის გადაეხვია, ხელში რომ ჩაუდო ბილეთი და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა. იმდენ ზღვის ხარს ჩაყლაპა, მთელი სიცოცხლე გეყომა. რაც შეეხება ვარჯიშს, გემზე ჯდომით უფრო მეც იმოძრავ, ვიდრე ხმელეთზე, რომ სულ ყირა გევლო. თავად ჩემი სიძე მატარებლით დაბრუნდა უკან. განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კარგი იყო, რომ ჩრდილო-დასავლეთის რკინიგზაზე უკეთეს ვერაფერს ინათლებდა. კიდევ ერთ ყმაწვილს ვიცნობდი, ასე ერთკვირიან მოგზაურობაზე რომ გაუყვა სანაპიროს. სანამ გემი დაიზრებოდა, გამცილებელი მივიდა მასთან, სურდა გაეგო ერთჯერადად გადაიხდიდა ნასვამ-ნაჭამის ფულს, თუ წინასწარ შედგენილ მთელი კვირის მენიუს ახლავა შეიძენდა. გამცილებელმა ეს მეორე ურჩია, რადგან ძალიან იამფიჩდებოდა. მთელი კვირის მენიუში მხოლოდ 2 ფუნტი და 9 უნდა გადაეხადა. მერე ჩამოუთვალა კერძები. საუზმეზე თევზი და შემწვარ მოხრაკული. შუადღის ხემსი პირველ საათზე 4 თავი კერძისგან შედგებოდა. სადილი 6-ზე იყო წვნიანი თევზი, მთავარი კერძი, ქათამი, სალათი, ტკბილეული ყველი და დესერტი. ხოლო 10-ზე მსუბუქად ივახშმებდა მხოლოდ ხორცით. ანუ სიხარბე ხო რაც მე მომივიდა მაგალითად ჩინელებთან პირველად რომ მივედი, იმიტომ რომ გერმანიაში ჩინელებთან შეგიძლია
10 евро გადაიხადო მაშინ და ყველამიდან ყველაფერი აიღო და ბოლოს თეფსი უზარმაზარი ის დავხვავეთ და იქიდან მეათედიც ვერ შევჭამეთ. ჩემო მეგობარმა იფიქრა ეს ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ გაეშვა. კაი მადიანი უჭამელია და ასეც მოიქცა. ხემსი ზუსტად მაშინ მიართვეს ბერნეს რომ მოსცილდნენ. მის და გასაოცრად არც ისე მოშივებოდა როგორც ეგონა და მხოლოდ ცოტაოდენი მოხარშული ხორცით, მარწყვით და ნაღებით დაკმაყოფილდა. მთელი ნაშვა დღე თავჩაკიდული ფიქრობდა. ხან ეჩვენებოდა რომ საუკუნეა მოხარშული ხორცის, ძროხის ხორცის გარდა არაფერი ეგემნა და ხან ეგონა რომ მარწყვის და ნაღების დიეტაზე იყო წლები. მოკლედ ვერ გადაეწყვიტა რა ჰქონებოდა და თავად ხორცი, მარწყვი და ნაღებიც არ ჩანდნენ კმაყოფილებით თავითი ბედით. რაღაც უსიამო შეჩქიფება ამჩნევდათ. აი ეს არის ხო ენა. ენაში დევს ყველაფერი. ენა გარდა სიტუაციებს ენაში დევს მთელი უმური. ექვსზე მოახსენეს, ცხადია რომ ხორცი მარწყვი და ნაღების რო კმაყოფილები არ იყვნენ შეჩქიფება ემჩნეოდა საითკენ მიდი საქმე ხვდებით ხო. ექვსზე მოახსენეს სადილი მზადაო, მაგრამ ამ ამბავმა ოდნავადაც ვერ აღუძრა წინადელი ჭამის ენთუზიაზმი. მაგრამ შინაგანი ხმა, რომელიც ეუბნებოდა, რომ შენი 2 ფუნტ-ნახევრი საფასური უნდა ამოვიღო, ჯერ კიდევ ძლიერად ახსენებდა თავს. ამიტომ თოკებს მოეკიდა და ისე ჩავიდა ქვევით. ხახვის და შემწვარი ლორის სასიამოვნო ოხშივარმა, შემწვარი თევზისა და ბოსტნეულის ნახარშის სუნთან შერეულმა, კიბის ბოლოში ჩასულს როგორც კი ცხვირში შეუხიტინა, გამცილებელიც გამოჩნდა და დაზეთილი ღიმილით კითხა. რა მოგიტანოთ ბატონო? მე გამიტანეთ აქედან. გულშენ უყონებულმა დროზე მოასწრო ამოთქმა. ეცნენ ცივ აჩიქჩიქეს გემბანზე, კიჩოზე გადაჰკიდეს თავით და გაეცალნენ. შემდეგი 4 დღე უმანკო კრავივით საზრდოობდა სიფრიფანა კაპიტნის ორცხობილებით. ორცხობილი იყო სიფრიფანა კაპიტანი კი არა და მინერალური წყლით. მაგრამ შაბათი რომ მოახლოვდა, ცოტა გაუმჯობესება დაეტყო. მადამ მოემატა, ხალის დაუბრუნდა. გემსუბუქ ჩაის და მშრალ პურს შეჰბედა კბილი. ოშაბათს კი ქათმის ბულიონით იკოკლოზინებდა ყელს. გემიდან სამშაბათს ჩავიდა და სანამ გემი ნაპირს ცილდებოდა და ორთქლის კვლას ტოვებდა, ის ნავის ავტოგომზე იდგა და დანანებით აცილებდა მზერით. აი მიდის, თქვა მან. აი მიცურავს. და მე აქვს ჩემი 2 ფუნტ-ნახევარი საჭმელი. ჩემი რომ იყო, მაგრამ უხრად დამჩა. იწეხდა ერთი დღე რომ მოეცათ კიდევ ანგარიშს პირწმინდად გავასწორებდიო. ასე რომ გემით მოგზაურობა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო. არა, ჩემი თავი კი არ მედარდებოდა, მე უცნაურობების საერთო და ჯორჯზე მეფიქრებოდა. ჯორჯი თავის მხრივ გაიძახო და მე არაფერი მომივა და აი შენ და ჰარისი კი მაფიქრებთო. ვიცი ორივე ავად უნდა გახდეთ და ჩემი თავში სახლელიო. ჰარისი ამტკიცებდა იმდენად შორს ავარ მასეთი რამებისგან თავს ვიმტრო და ვერ ამიხსნია როგორ ახერხებენ ადამიანების ზღვაზე ავად გახდომასო. ჩემი აზრით ამას განზრახ უნდა აკეთებდნო გადამღელვარების ნიადაგზეო. თავად რამდენი უნატრიანე და ერთხელ მეც ვიგრძნო რამეო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არასდროს არაფერი. მერე მოგვიყვა ერთხელ როგორ მოუწია ლამანშის გადაცურვა ისეთ ხელვაში, რომ გზავრების აწოლებზე იყვნენ მიმულნი კაიუტებში და მხოლოდ ის და კაპიტანი დააბიჭებდნენ უკაცრიელ გემბანზე. ხანდახან კაპიტანი მეგობარი იყო და ხან მეგობარი კაპიტანი, მაგრამ ყოველთვის ამ ამბავში ორნი რჩებოდნენ ფეხზე, ჰარისი და ვიღაც სხვა. ისეც ხდებოდა, რომ ის სხვაც ეცემოდა, მაგრამ ჰარისი უკანასკნელ ან დასავლეთ მაინც ფეხმოუცვლელად იდგა გემბანზე. იცით რა არის ჩასაძიებელი? რატომ არავის არასოდეს არ ემართება ზღვის ავადმყოფობა ხმელეთზე? ზღვაზე რამდენსაც გინდა მასეთ შეხვდები, ხანდახან მთელ ნავსაც ზღვის ავადმყოფობით დატანჯული ხალხისა. მაგრამ ჯერ არ შემხვედრია კაცი ხმელეთზე, რომ ყურმოყვრით მაინც იცოდეს რა არის ზღვის ავადმყოფობა. სად გაქრებიან ხოლმე ათასობით უარგისი ზღვაოსნები ყოველ გემზე ბუზებივით რომ ირევიან, როცა ხმელეთზე გადმოდიან, გამოცანად რჩება. თუ ამ კაცების უმეტესობა იმყმეწილ გავს იარმაუთში გემზე რომ გადამეყარა, მაშინ კი ადვილად ავხსნიდი ამ საიდუმლო გაუჩინარების ამბავს. სათენთ პირს მოვცილდით, რომ როგორც მახსოვს, ერთ-ერთი სარკმლიდან ძალიან სახიფათოდ გადაკიდებულს მოუკარი თვალი. მივედი იქნებ გადავარჩინო მეთქი. ჰეი, თავი შემოყავი ძმობილო, ხარ შეწვდი და დავაჯანჯღარე. მას ახლა პორციკით აღმოჩნდები. ნეტა არ იქნება. მარტო მაგ სიტყვებს ვეღირსე მისგან და მე უმჯობესად ჩავთვალე კავცლოდი.
3 კვირის მერე ბათში ერთ-ერთი სასტუმროს ყავახანაში დავინახე. თავის მოგზაურობებზე ყვებოდა, დიდი ენთუზიაზმით ამტკიცებდა თუ როგორ უყვარს სხვა. კარგი მეზღვაური უნდა იყო, უპასუხა ერთ-ერთი ნაზი ახალგაზრდა კაცის ცოტა შურგარეულ შეკითხვაზე. არა, მეც კი ვიგზავნე თავი ცოტა უცნაურად, ერთხელ უნდა ვაღიარო. ჰორნის კონცხთან მოხდა ეგა და მეორე დღეს გემი ჩაიძირა. თქვენ არ იყავით ცოტა რო გაყანყალებდათ სათენთ პირთან და სასოწარკვეთილებისგან ზღვაში ხდებოდით? ამ სიტყვებით მივმართა მე. სათენთ პირი? მიპასუხა მან დაბნეული გამომეტყველებით. ხო, იარმაუთისკენ მივდიოდით, გასულ პარასკევს 3 კვირა იქნება. აჰო, კი, მიპასუხა მან ისეთი თქოს გონება გაუნაცდა. ახლა გამახსენდა. იმ ნაშუა დღეს თავი მტკიოდა, წნილის ბრალი იყო ყველაფერი. ყველაზე სადაგილი წნილი იყო, რაც გიოდეს მე გამისინჯავს თავისი პრესტიჟის პატრის მცემელ გემზე. თქვენ რა, არ გასინჯეთ? ანუ ეს კიდე ადამიანი ყველაფერს დააბრალებს, ოღონდ მთავარი მიზეზი, რომელიც მის სისუსტეს ამტკიცებს, არ გამოჩნდეს. მე ჩემდა თავად საუკეთესო გზა მოვნახე ზღვის ავადმყოფობისგან თავის ასაციებლად. თავარია წონასწორობა შეინარჩუნო. დღა ხარ გემბანი შუაგულში და რომელ მხარესაც გემი აიწევა და დაიწევა, იმის აპირისპიროდ მოძრავ. რომ ყოველთვის ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩე. თუ წინა ნაწილი აიწია, ქიჩასკენ გადაიხრები. სანამ ლამის გემბას არ გაუსწორებს ხვირს. თუ უკანა ნაწილი აიწია, უკან გადაიხრები, სანამ ბეჭებით არ გაერთმები გემბაზე. 1-2 საათი უებ არის საშუალება, თუმცა მთელი კვირა ასე ვერ იქანავებ. მოდი მდინარეს ავუყვეთ მაღლა, თქვა ჯორჯმა, სუფთა ჰაერი, ვარჯიში და სიმშვიდე ხომ გჭირდება. ბუნების სურათების განუწყვეტელი ცვალებადობა გონებას საკვებს მისცემდა. რა თქმა უნდა, ჰარის თუ რამე შერჩა თავში, ხოლო მძიმეს შრომა მათას გაგვიძლიერებდა და ტკბილ ძილს მოგვგვრიდა. არ მგონია ჯორჯმა ძილის დასახალისებლად კიდევ რამე უნდა იღონოს, ისედაც სულს წინავსო. ხომ შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიღვიძოსო. ვერ გამიგია როგორ უნდა მოახერხოს ჯორჯმა ძილში საკუთარ თავს გადააჭარბოსო და იმაზე მეტი იძინოს, ვიდრე ახლას წინავსო. დღეღამეში მხოლოდ 24 საათია, ზაფხულობითაც და ზამთრობითაც, მაგრამ თუ კი მაინც გადააჭარბა დღეღამის საათებს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ მოკვდა და საჭმლის და ფინის ქირის ფული დაეზოგებაო, თქვა არისმა. თუმცა ჰარისმა თქვა, მე ჩაილურამდე მაწყობს, არ ვიცი ეს ჩაილური რა არის, ჩაი ვიცი, 6 პენსიანი კარაქი და პურიც მოსდევს და ნამცხვარიც და თანაც იაფად გამოყვალ, თუ არ გისადილია, ყველას მოსწონს, რაც მას ღირსებას, ქესად ჭიბეს კი შეღავაც წეს. მეც მაგ ჩაივით მაწყობდა და მე და ჰარისმა ისეთი ხმით ვაღიარეთ, რომ ჯორჯს კარგი აზრი მოვიდა თავში, თითქოს გაოცებულები ვიყავით, როგორ მოახერხა ჯორჯის გოგრამ ამდენი ფიქრი. ერთადერთი, ვისაც არც ისე ეპიტნავა ეს წინადადება, მონმორენსი იყო. მონმორენსის მდინარეების ძაგდა. თქვენ მშვენიერია ბიჭებო, იძახდა ის. თქვენ მოგწონთ, მე არა. იქ რა უნდა ვაკეთო, ბუნების სურათებში ჩემთვის არაფერი ყრია. თანაც არ ვეწევი, თუ ერთხელ დავინახე, ჩემი გულისთვის არ გაჩერდებით და თუ დამეძინა და ნავში ცელქობა დაიწყეთ, იქნებ წყალშიც გადამაგდოთ. მე თუ მკითხავთ, მთელი ეს ამბავი დიდი შტერობაა. თუმცა საუნი ვიყავით ერთის წინააღმდეგ და ჩვენ წინადადება კენჭისყრით გავიდა. თავი მეორე. რუკები დავაძრეთ და გეგმების განხილვა შევუდექით. მომდენო კვირას კენსინგტონიდან გასვლის განკარგულება გავეცით. ჰარისი და მე დილით წავიდოდით, მდინარეს აღმავყვებოდით ნავით ჩერსტისკენ და ჯორჯი კი, რომელიც ციტიდან ნაშუა დღემდე ვერ გამოაღწევდა. ჯორჯი საერთოდ ბანკში დასაძინებლად მიდის დილის 10-დან 4-მდე ყოველ დღე, გარდა შაბათისა, როცა აღვიძებენ და ქუჩაში გამოსვლენ ხოლმე ზუსტად 2 საათზე. ეგრეთ ცხოვრობს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლების 99%. იქ დავხვდებოდა. კარვები გავშალოთ, თუ რამე სოფლის სასტუმრო მოვნახოთ. მე და ჯორჯს კარვები გვინდოდა. ვიძახდით ველური წინაპრების სისხლი და თავისუფლება გვეძახის, ნამდვილი პატრიარქებით ბუნების ელემენტებს უნდა შევეჭიდოთო. ნელ-ნელა ესეო სენტიმენტალური გადახოვა. ნელ-ნელა მკვდარი მზის ოქროსფერი სახება იცრიცება ცივი მწუხარე ღრუბლების გულით. გლოვიარე ბავშვები ჩაჩმებულმა ჩიტებმა სიმღერა მოსხიბეს და მხოლოდ ჭაობის ჩიტის გულის მომწყოდელი ჩივილი და ღალღას ყვიტყვიტი არხვევს წყლის ირგვლივ გამეფებულ საზეიმო მდუმარებას, სადღაც სულთ მობრძავ დღეს უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად გასწრება სული. მდინარის ორივე ნაპირზე ატეხილი ბუნდოვანი ტყიდან ღამის მოჩვენება და ჯარი, ნაცრისფერი ჩრდილები უხმაურად მოიწევენ წინ, რომ გააძევონ შემორჩენილი სინათლის უკანასკნელი მეომრები.
ისინი უხმაუროდ უხილავენ წყობრი ნაბიჯით მოიგრაგნებიან ისლის მღელვარე ტალღებზე და მოაშრიალებენ ჩუმიკვნესა გოდების სიოს. ღამე თავის პირკუშ ტახტზე შავრთებს დაკეცავს და სამყაროს შიგნით მოიქცევს და მერე მკრთალი ვარსკვლავებით განათებულ ზმანებს სასახლიდან მეფობს სიჩუმეზე. მერე ჩვენ პატარა ნავს წყნარ მყუდრო ყურეს შევაცურებთ და კარავს აღმართავთ, უბრალო აღშამს მოვამზადებთ და შევჭამთ. მერე დიდ ყალიონებს თამბაქოთი გამოვტანით და გავაჩაღებთ და სასიამოვნო საუბარი მუსიკასავით მელოდიურად დაირხევა, ხოლო შიგ და შიგ პაუზების დროს ისმის მდინარის ხმა, რომელიც უცნაურ ძველ ამბებს და საიდუმლოებებს ყვება ბუტ-ბუტით და მღერის იონანა ზუსტად ისე, როგორც ათასობით წლების განმავლობაში მღეროდა და კიდევ მრავალი ათასი წელი იმღერებს. სანამ მისი ხმა სიფერისგან არ ჩაიხრინწება, ეს ის სიმღერაა, რომლის შინაარსით ჩვენ, ვინც შევიყვარეთ მისი მრავალი სახე და ბუდე ვიპოვეთ მის მღელვარე მკერდზე, მგონია გვესმის, თუმცა არც ერთ ჩვენგან სიტყვები არ აქვს, რომ ეს უბრალო ამბავი გასაგებად გადმოსცეს. ჩვენ კი ვსხედვართ მის ნაპირთან და მთვარე, რომელსაც ასევე შეჰყარებია იხრება, რომ ამბორ უყოს ვითარცა დამ და მოხვიოს გარე შემოვერცხლის კლავები და გულში ჩაიკრას. ჩვენ კი ვუყურებთ მის დინებას, როგორ მიიმღერის, მიბუტბუტებს მეფის ზღვის შესახვედრად. იქამდე სანამ ჩვენი ხმები არ მიჩვენდება და ყალიონები მიიბჟუტება. სანამ ჩვენ გაცვეთილი, გათქვეფილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცები უცბად არ ვიგრძნობთ, რომ უცნაური რამ ხდება ჩვენს თავს, რაღაცნაირად ისე აგვავსოს ნახევრად ტკბილმა, ნახევრად უთქმელმა ფიქრებმა, რომ პირველად ცხოვრებაში სურვილი არ აგვაქვს ვილაპარაკოთ, მერე კი გავიცინებთ, ავდგებით, ყალიონებს გადმოვფერთხავთ, ერთმანეთს მშვიდობის ღამეს უსურვებთ და ტალღების სუსტი ტყლაშონით და ხეების შრიალით მინანავებულებს ჩაგვეძინება, უძრავად მუკაშკაშა ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ და დაგვესიზმრება, რომ სამყარო ისე ყრმა და უმანკო. სწორედ ისეთი, როგორც იყო სანამ საუკუნეების სრულმანი გარჩა და საზრუნავი არ დაუყარავდა ღრმა ანაოჭებით მშვენიერ სახეს. სანამ მისი შვილების ცოდვები და თავქარიანობა არ დაუბერებდა მოყვარო გულს. ტკბილი როგორც იმ გარდასულ დღეებში, როცა ახლად გამომცხარი დედა ძუძუს გვაწოვებდა თავის შვილებს კერძზე მიკრულებს. სანამ ლამაზად შენიღბული ცივილიზაციის საცდურმა არ გაგვიტყუა მისი მშობლიური მკლავებიდან და ჩათესა სიყალბის მარცვლები, აღგვიძრა სირცხვილი იმ ალალის ცხოვრების და უბრალო სახლის მიმართ, მაგრამ უშურვალად გამოიმეტა და სადაც კაცობრიობა დაიბადა მრავალი ათასი წლის წინ. ანუ სენტიმენტალურ გადახვევებში ბევრი წინააღმდეგობა ერთი რა, ენა ძალიან ლამაზია, მაგრამ მეორე მხრივ სენტიმენტალიზმი ძალიან სასაცილოა, ის რომ სრულიად მოულოდნელად იწყება ასეთი გადახვევები და სრულიად ანუ ყოველგვარი შესავლის და გადასვლის გარეშე გადადის რეალობაში და ეს კონტრასტები ძალიან იმას ქმნის და ამავე დროს შიგნით სიბრძნეც არის. ანუ ასე ვთქვათ, ჯერომი გენიოსია ენის. და რაც შეეხება სენტიმენტალიზმი რატო სასაცილოა და რაც ჩვენ გვჭირს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ ძირითადად ესე წარმოვიდგინეთ ყველაფერს ხო, რეალობისგან ძალიან შორს ვართ და რეალობა სულ სხვანაირია და მე რეალობას რო შევეჯახებით, იმის სურვილიც არ აგვაქვს, რომ ამ რეალობას მოვერიოთ. მე მგონი უკვე ნამები. ანუ თუ იგი ჩვენი სენტიმენტალური ოცნებებისგან განსხვავდება, უბრალოდ ტოვებთ და ეგ არის, ხო? ანუ გვერდს კი არ შევეკვეთებით და კი არ მოვინდომებთ, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ფილოსოფიით მოვერიოთ, ამან გაგვაძლიეროს, შევძლოთ, არამედ გვერდს ავულით, ხო? უფრო ადვილისკენ წავალთ. რაც მერე კიდევ უფრო სასაცილო სიტუაციებში გვაგდებს. ხო, ეს არის, ხო? სადაც კაცობრიობა დაიბადა მრავალი ათასი წლის წინ და უცბად და რომ იწვიმოს უცბად ჰარისმა. ჰარის ვერაფრით აღაღელდება, მის სულს ვერ გამოიტყუებ, ძაფი ნერვი არ არის მასში პოეტის, არანაირი წყურვილი უსაზღვრობის და მიუღწეველისკენ ვერ ნისჭენება. ჰარის არასოდეს ეტირება გამოუცნობი წუხილი დასევდიანებულს. თუ ჰარის თვალებით რემლებით აევსო და გენიზლავებით ეს იმიტომ, რომ ან უმხახს მიირთმევდა და ან ზედმეტ ვორჩესტერის სოუსში ამოაწვა კატლეტი. ერთხელ იცნობთ აშკარად. თუ კი ღამით ჰარისთან ერთად ზღვის სანაპიროზე მოხვდებით და უცბად წამოიძახებთ, მე ბევრს ვიცნობ. ნუ თუ არ გესმის სირინოზების სიმღერა წყლის სიღრმიდან, ნაღვლიანი სულები ზღვის წყალმცენარეებში გახოლ თეთრ გვამებს სულთათანას უმღერიან, ჰარის მხარში ხელს ჩაგჭიდებს და გეტყვის. ვიცი რა საქმე ბებერო, მე მგონი შეგცივდა.
შენმე წამომყევი და ერთი ისეთი ადგილი ვიცი აქვე კუთხეში, სადაც ისეთ ვისკის დაგალევინებენ მკვდარს, რომ გააცოცხლებს, შენი გაციებიდან არაფერი დარჩება. ხარისმა ყველგან იცის ერთი ეგეთი კუთხე, სადაც მკვდრის გამოცოცხლებელი სითხეები იყიდება. ყველა ალკოჰოლიდების ოჯახიდან. მე მგონი ჰარის სამოთხეში რომ შემხვდა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა ეგეთი რამე, მისალმება დამთავრებული არ მექნებოდა, რომ ეგრევე მომახლიდა. მიხარია შენი გამოჩენა, ბებერო, აქვე კუთხეში ერთი ისეთი ადგილი ვიპოვე მკვდარს, რომ გააცოცხლებს ისეთი პირველი ხარისხის ნექტარი. აქ მაგალითად მკვდარს რომ გააცოცხლებს, ეს სუფთა ქართული გამოთქმაა, ხო? მაგრამ და ჯერომთან ეს სასცილო არა, იმიტომ რომ ეს გამოთქმა იქ არა. მე ჩავუმატე და აქ ნახე სამოთხეში მკვდარს რომ გააცოცხლებს ესეთი პირველი ხარისხის ნექტარი, კიდე ახალი ის არის ნიუანსია სასაცილო, რომელიც თქვა ორიგინალში არ არის. ანუ ეს არის რომ თარგმანი ამდიდრებს ენას, ხო? და განახებს რაღაც აბსოლუტურად ახალს. გრემი ლექსია, ხო? რომ დავინახო რაღაც ახალი სვისი ლექსია, მაგრამ გრემზე. ამჟამინდელ შემთხვევაში, თუმცა რაც შეეხება ღია ცის ქვეშ ძილს, მისმა პრაქტიკულმა ხედვამ სულზე მოგვისწრო. წვიმაში კარავში ძილის ასიამოვნო გამოცდილება არაა. წარმოიდგინეთ, საღამო თავიდან ფეხებამდე გალუპული ხარ და ნავში 2 ინჩი სიმაღლეზე წყალი დგას. ყველაფერი სველია, როგორღაც პოულობ ისეთ ადგილს ნაპირზე, რომ არც ისე ბევრი და დიდი გუბეები იყოს. გამოდრა ნავს და კარავი ამოგაქვს, თავრენი იწყებთ გაშლას. კარავი წყლითაა გაშღენთილი და დამძიმებული, ტყლა შუნობს და თავზე გექცევა, ზედ გეტმესნება და გაცოფებს. წვიმა დაჟინებით ასხამს. მშრალ ამინჩიც კი კარვის გაშლა ადვილი საქმე არაა. წვიმაში კი ლამის ჰერკულესის თვალებებს უტოლდება სირთულით. იმის მაგერად დაგეხმაროს, მეორე უბრალოდ სისულელეებს აკეთებს. ყოველ შემთხვევაში შენ ასე გეჩვენება. დიდი წვალების და ვაი-ვაგლახის შენს მხარეს რომ გაასწორებ, ზუსტად მაშინ მოკაჩავს მეორე ბოლოს და გაკეთებულ საქმეს თავიდან გასაკეთებელს გიხდის. ჰეი, რა გაგაგიჟა, რას აკეთებ, გაჰყვირი აქედან. შენ რაღამ გაგაგიჟა, შენ რას აკეთებ? გამოყვირის ის, ხელი გაუშვი, რას ეკაჩები? ნუ კაჩავ შევირიშვილო, ხო ხედავ რომ ყველაფერს უკუღმა აკეთებ. რას ქვია უკუღმა გიყვირის? ხელი გაუშვი მეთქი რომ გეუნები ყველაფერს უკუღმა აკეთებ, გაცოფებული ღრიალებ და გულში ნეტრობ ნეტახ. ხელში ჩაგივარდეს და ისეთი ძალით ეკაჩები თოკებს, რომ ყველა პალო ერთდროულად ვარდება მიწიდან. ხა დიალოგზე მახსენდება, ერთხელ ჩემო დეიდა შუა მომიყვა. მე ყვითელ ავტობუსში ვერავდივარ და ჩემო ჭედვა ძალიან მაშინდება. ჩემო დეიდა შუა მომიყვა სტუდენტობის დროს. რა ხდებოდა ყვითელ ავტობუსში და ერთი დამომახსოვრდა ძალიან სასცილო იყო. მაგალითად ამოვა ვიღაც ინტრიგანი შუა კარიდანო. და იქიდან მძღოლს უყვირის რაღაცასო და ის მძღოლი უყვირის აკეთო და მძღოლს არა აკუფლება რომ დატოვოს ადგილიო და ეს მძღოლი ეუბნება რომ გადმოდი აქეთ, იმიტომ რომ წირო გადავიდეს სცემსო და ეს რა თქონა წინ არ გადავალ და ანუ დიალოგის მნიშვნელობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. ადამიანური ბუნება. ნამდვილი პირწავარდნილი იდიოტია, გესმის როგორ ბუტბუტავს თავისთვის მეორე და მერე არა ადამიანური ძალით მოვარდნილ ტალღას კარვის შენი მხარე მთლიანად მიაქვს. სოლს ფრთხილად დებ დაბლა და იწყებ კარვის გარშემო მოძრაობას, რათა მოახსენო იმ არამზე და შენი შეულამაზებელი აზრი მთელ ამ ამბავზე. ეს არ მძღოლი რომ მიატოვებს საჭეს და იწყებს ავტობუსის შემოვლას, რომ მოახსენოს იმ არამზე და თავის შეულამაზებელი აზრი მთელ ამ ამბავზე. ისიც იგივეს აკეთებს და მეორე მხრიდან იწყებს შემოვლას, რომ თავისი აზრები გაგაცნოს. და ასე ერთმანეთს დასდევთ წრეზე და აგინებთ, სანამ კარავი თავზე არ გექცევათ. და ახორხილი გორგლად არ იქცევა. ახლა კი ნანგრევების თავზე ერთმანეთის თვალებში ჩახედვის შესაძლებლობა გეძლევათ და ორივენი ერთი ამას უთქვით და ერთ ხმაში ყვირი ხარ. აი, ინებე ხომ გეუნებოდი. არც ერთი ხო არ აიღებს პასუხისმგებლობას, შეიმბრალია. ამასობაში მესამე, რომელიც წყალს ხაპავდა ნავიდან და თან სახელოებშიც ბლომად ისხამდა, რომელიც ბოლო 10 წუთი თავისთვის ჩუმად ავყარებდა გინების რეკორდს, უცბად გამოჩნდება და სრულიად სამართლიანი წყრომით კითხულობს. რა ქაჯ ეშმაკებს ვეთამაშებით ჩვენ აქ და რატომ არ არის ეს დასაწვავი კარავი გაშლილი? ბოლოს ასე თუ ისე კარავი იშლება. ნივთები შიგნით შეგვაქვს. ცეცხლის ნათების ცდელობაზე ფიქრიც კი უიმედოა. მეთილის პირთკურას ვანთებთ და ვეფიცხებით.
ვახშამზე წვიმის წყალი მენიუს მთავარი ნაწილია. პურის 2/3 წვიმის წყალია, ხორცის ღვეზელიც ნამეტანი გამდიდრებულია წვიმის წყლით. ჯემი, კარაქი, მარილი და ყავა წვიმის წყლით გაზავებულ მშვენიერ წვნიანს წარმოადგენენ. ვახშის მერე აღმოაჩნდა, რომ თამბაქოც დაცოლებულა და ვერ გააბოლებ. საბედნიეროდ ბედნიერების სითხით სავსე ბოთლი მაინც თან აქვს. საჭირო რაოდენობა თუ დალია სისხლის ძარღვებში ისევ დაიწყებს დინებას და ცხოვრება ცოტა უკეთ მოგეჩვენება და საკმარის ძალას მოგცემს, რომ ძილზე იფიქრო. წევხარდა გესიზმრება, რომ მკერდზე სპილო გაზის, ხოლო ამოფრქვეული ვულკანი ზღვის ფსკერზე გისვრის. ოღონდ სპილო ისევ მკერდზე გაზის და მშვიდად სძინავს. გეღვიძება და ხვდები, რომ რაღაც საშინელი მართლა ხდება. პირველ წამებში ქვეყნის აღსასრულზე გეფიქრება, მაგრამ მერე თავს ინუგეშებ, რომ შეუძლებელია ასე ერთბაშად მთელი ქვეყნის დაღუპვა. და ნამდვილად ქურდები და მკვლელები შემოგესივნენ. ან ცეცხლი გვიკიდია და შენ მოსაზრებებს, როგორც ყველას ჩვევია ხოლმე ასეთ დროს, ისე გამოთქვა. მაგრამ დახმარება არსაც ჩანს. დახმარების მაგრად უცბად ვიღაც შეგსდგება 1000 წიხლი და ნელ-ნელა გუდავს. მარტო შენ არ ხარ ამ დღეში, ვიღაცის სუსტი კნაველი გესმის შენი საწოლის ქვემოდან, მაგრამ შენ ზედ ხარ თავი შეეკლა და შენი სიცოცხლე ძვირად დაუსვა, ადვილად არ დათმო. გააფთრებული ისვრი წიხლებს და იქნებ მუშტებს მარცხნივ და მარჯვნივ და თან საომარ ყიჟინას დასცემ. ბოლოს რაღაც ჩამოგეცლება წინიდან და თავს უფთა ჰაერზე გაყოფ. 2 ფუტის იქით ნახევრად შიშველ ბომბს დაჰანდა, ჩასაფრებული და აშკარად მოკლას გიპირებს. არა, ასე ადვილად არ დანებდები. ძალებს იკრებ, რომ სამკვდრო სასიცოცხლოდ შეერკინო, რომ უცბად გონება გინათდება და ხვდები. ეს ხომ ჯიმია. ბიჭო, შენ ხარ. ისიც გიცნობ. მე ვარ ეუბნები თვალების მშნელი. ეს რა ჯერი გჭირს რა ხდება. ეს დასაწყავი კარგ ხარმაც აქცია მგონი ამბობს ის ბილისა და მერე ორივენი თავგადაკლილები ღრიალებ და ეძახით ბილს. ამ დროს კი მიწა შენ ქვემოთ იზვრის და იტალღება და იგივე ჩახშული მიკნავებული ხმა ადრე რომ შემოგესმა პასუხს გაძლევს კარმის დამოსრევიდან. ბიჭო, რომ მომაჯექი თავზე გვერდზე გაიწიო იქნება. ბილი გაჭირვებით ძრება ტალახიანი გაბრტყელებული კარვის ნანგრევით. და ვერ გავიგე რა საჭირო ყვასთიაგრის გამოჟღანის მაგარია. სიტაჯდა, ყველაფერი უკრა და ვერ გავიგე რა საჭირო ყვასთიაგრის. მაგრამ მაინც ტრისას რომ ის ხასიათზე თვითონ კარგად არის და ის რომ ყვირის და გვაბრალებს, რომ ეს ყველაფერი განზრახმისი გასასულელებლად მოვაწყვეთ. დილით ხმის ამღების უნარი წარჩეული გვა. ღამით შეციებულებს ხმა წაერთვათ. თან ჩხუბის ხასიათზეც ხართ და მთელი საუზმერით მაინც ხრიწიან ჩურჩულით აგინებთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ კარგ დარში გარეთ დავიზინებდით და ცუდ დარში სასტუმროს ფუნდუქს ან ლუდხანას მივაშორებდით. როგორც ყველა ჭკვატყოფელი იქცევა, შეიძლება კარგ დარშიც მოგდომებოდა თავზე ჭერი და ამაზე ჩავთანხმდით. ან დათმობაზე მიდიხარ, მე ყველა დათმობაზე მიდიხარ. მონმორენსი ხმამაღლა მიესალმა ამ კომპრომისს. მას არ იზიდავს რომანტიკული მარტაობა, ჩაგდეთ აურზაურში და თუ კადრის საქციელზე მიდგას, საქმე მით უკეთესი. მონმორენსის რო შეხედავთ, იფიქრებთ, ანგელოზია ცით მოვლენილიო, ღვთიური განგებით ადამიანებისგან გამოსარჩევად პატარა ფოქსტერიერის ხელში გამომწყდეული. მონმორენსის გამომეტყველებაში რაღაც ამგვარი იკითხება. რა სასტიკია ეს სოფელი და როგორ მინდა რამე მოვიმოქმედო, რომ უფრო ნათელი გავხადო იგი. მისი შემხედვარე არაერთი ღვთისმოშიში მოხუცი ქალბატონი და ბატონი ატირებულად ცხარეცრემლით. როცა პირველად გადაწყვიტა ჩემს ხარჯზე ცხოვრება, სულ ვფიქრობდი ამას მიწაზე დიდხანს რა გააჩერებს მეთქი. დავჟებოდი ხოლმე და ვუყურებდი და ის კი ნოხზე იჯდა და ქვევიდან შემომცქეროდა ისეთი სახით, რომ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი აზრის ჭეშმარიტებაში. ამ ძაღლს დიდი დღე არ უწერია ამ ცოდვით სავსე მიწაზე. ცოცხლა დაიტაცებდნენ, ეტლით კაშკაშად სისკენ დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. მაგრამ როცა მომიწია ამენაზღაურებინა დაახლოებით 12 მისგან მიმხრჩვალი ქათმის საფასური, მას შემდეგ რაც 114 ჯერ ქუჩის მოჩხუბარი ძაღლების ხროვიდან გამოვათრიე. მე ქეჩოზე ვეკაჩებოდი, ის კი იღრინებოდა და მხაჭინდა. რაც ვიღაც უწუხარებისგან ჭკუაზე გადასულმა ქალმა მკვდარი კატა მომისვენა კარებზე და სულ სისხლის მსმარი მკვლელი მეძახა. რაც მეზობელმა არაერთხელ გამომიძახა დასახმარებლად, რადგან რაღაც სასტიკად ავიძაღლი საკუთარი ფართულიდან არ უშვებდა და 3 საათი აყურყუტა ზამთრის სილღამეში. ხოლო ჩემმა მებაღემ სანაძლეო დადო რამდენი ვირთხას მოკლავ და მონმორენს და 30 შილინგი მოიგო, ისე რომ მე არაფრის აზრზე არ ვიყავი. მე კი ვიფიქრე,
რომ ალბათ ცოტა უფრო მეტი ხნით ყავდათ გამოშვებული მიწაზე. მონმორენსის ცხოვრების დედააზრი ისაა, რომ საჯინიბოებთან იტრიალოს, ქალაქში ყველაზე შელახული რეპუტაციის მქონე ძაღლები შეაგროვოს და მერე ბანდას წაურძღვეს ჯურღმულებისკენ, სადაც სხვა საეჭვო რეპუტაციის ძაღლების ხროვას პირისპირ უნდა ეკვეთოს და ასე რომ როგორც ადრე აღვნიშნე, წინადადებას სასტუმროებში, ფუნდუკებსა და ლუდხანებში ღამის გათევაზე ყველაზე გულითადი მოწონება მონმორენსიმ შეაგება. მოვაწყვეთ რა ღამისთევის ამბავი მონმორენსის გემოზე, ის ღა დაგვრჩა განსახილველი თუ რა წაგვეღოთ და აი აქ ნამდვილი კამათი აიწია და მაშინ ჰარისმა განაცხადა, რომ ერთი საღამოსთვის საკმარისი მჭერმეტყველება დახარჯა უკვე და შემოგთავაზა სადმე გაგოვლო და ცოტა გაგვეღიმა. რა თქმა უნდა, უკვე ნაპოვნი ჰქონდა იქვე მოედანთან ერთი ადგილი, სადაც ირლანდიური ვისკის გადაშვება შეიძლებოდა ყელში. ჯორჯმა თქვა, წყურიაო, ან როდის არას წყურია. მე კი წინასწარ გრძნობდი რა, თუ როგორ წაადგებოდა ცოტა შემთხვარე ირლანდიური ვისკი ლიმონის ნაწრით ჩემ ღვიძლს, ან ღვიძლს რო ვისკი წაადგება. დებატება საყოველთაოდ აღმობით შემდეგი საღამოსთვის გადაიჩოჩა, ასე რომ ანსამბლი ამქუდები დაიხურა და გასართობად წავიდა. კიდე სამი თავია თარგმნილი, მე-3, მე-4 და მე-5. ანუ ჯერომის თავარი ის რაც არის ღირსება რაც არის, რომ გონია რომ ორჩხამაზე სასცილოს ვერაფერს ვერ დაწერს, მაგრამ უბრალოდ ვერ ჩერდები. ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. ანუ კიდე უფრო მთელი წიგნი პრაქტიკულად ისტორიულად ყოველ შემთხვევაში ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც წარმოსახვა და ფანტაზია გაცილებით ძალიან განვითარებული აქვს. ჩემთვის ძალიან სასცილოა, ჩემი მოსწავლეები კი ვერ იცინიან ეს თრამებზე, შეიძლება თქვენც არ გაგეცინოთ, მაგრამ იქნება იმას გაეცინოთ. ასე რომ შემდეგ თავებს მე-3-ს, მე-4-ს და მე-5-ს ხვალ ჩავწერ. ასე რომ დროებით და გისურვებთ ანუ როგორ უნდა ვთქვა, ვაჟაკი იძახის წიწოლაზე, რომ არ ვარ გაიმისი გვარი უჯიშო სიცილიანი. მაგრამ ეგ ერთ მომენტში გააჩნიათ ცუდ ადგილებზე არ უნდა იცინოთ, მაგრამ გისურვებთ ბევრი იუმორს, ბევრ სილავეს და ბევრ უბრალო ბედნიერებას, რომლის მიღებასაც ვარსკვლავების მოწყვეტა არ შედება ციდან, უბრალოდ უნდა შეგეძლოს დატკბე.